დღეს ვიწყებთ დრამატული ტექსტის ანალიზს. უპირველეს ყოვლისა, მოკლედ განვიხილოთ დრამის თეორიული კონცეფციები, რომლებიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთსა და ევროპაში. ინდური კულტურის უძველესი ტრაქტატი არის ეგრეთ წოდებული ნატია შასტრა. ნატია ნიშნავს თეატრს, დრამას. ხოლო შასტრა ნიშნავს წმინდა წიგნს, რომელშიც განხილულია ცოდნის კონკრეტული სფერო. სანამ ინდოელ ბრძენკაცებს აზიარებდა დრამის ხელოვნებას, ბრაჰმამ, ანუ სამყაროს შემქმნელმა უზენაესმა ღვთაებამ, შესთავაზა ინდრას, ღმერთების მეფეს, ჭექა-ქუხილის ღმერთს, რომ ეს ხელოვნება ღმერთებს გამოეყენებინათ. ინდრამ უარით უპასუხა, რაც იმით დაასაბუთა, რომ ღმერთებს არ ხელეწიფებოდათ ეს საქმე. მან ინდრამ ითხოვა გადაეცათ ნატია შასტრა მიწიერი ბრძენკაცებისთვის. აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ღმერთებს ნატია შასტრას მიხედვით შეუძლიათ მხოლოდ აღიქვან დრამა, მაგრამ არ აქვთ მისი შესრულების უნარი. მხოლოდ ბრძენკაცებს, ანუ ეგრეთ წოდებულ მუნის, შეუძლიათ ნატია შასტრას და ნატიას ხელოვნების მთელი სიღრმის, ამაღლებულობის და ღვთაებრივი წარმომავლობის გადმოცემა. ნატია შასტრაში აღწერილია მთავარი მიზეზები, რომელთა გამოც შეიქმნა დრამა. უძველეს დროში ინდოელთა სულებში გამეფდა შური და მრისხანება, ანგარება და ძლიერი ვნებები. მაშინ ღმერთებმა სთხოვეს ბრაჰმას, შეექმნა ისეთი რამ, რაც უმეცრების, გრძნობადი სიამოვნებების და ცოდვების ჭაობიდან გამოიყვანდა ხალხს. ასე შეიქმნა თეატრი, რომელიც უბრალო გასართობი სანახაობა კი არ იყო ინდოეთში, არამედ სულიერი სიბრძნის შემცველ ერთგვარ ჭურჭელს წარმოადგენდა. ასეთი დამოკიდებულება თეატრისადმი ინდოეთში დღესაც შენარჩუნებულია. თეატრი ინდოეთში ის ადგილია, სადაც ურთიერთს ერწყმის ზეციური და მიწიერი, სული და სხეული. ბრაჰმამ ასევე უბრძანა ღვთაებრივ არქიტექტორს ვიშვაკარმანს აეგო თეატრი. ხოლო ბრძენკაც ბჰარატას უბრძანა, რომ დაედგა ამ თეატრში პირველი დრამა ღმერთებისა და დემონების ბრძოლის შესახებ. გარკვეული ხნის შემდგომ ბჰარატამ თეატრის ხელოვნება ზეციდან მიწაზე ჩამოიტანა და მისი საფუძვლები ჩამოაყალიბა ნატია შასტრაში.
ინდოეთში დრამა იყოფოდა აქტებად, მოქმედებებად 1-დან 14-მდე. პიესების 10 სახეობის შესაბამისად. ყოველ აქტში ასახული მოვლენების დრო 24 საათს არ უნდა გადასცდენოდა, მაგრამ დროის ერთიანობა დაცული არ იყო. დრამაში შეიძლებოდა ასახულიყო გმირის ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე. ინდურ დრამას არც ადგილის ერთიანობა ახასიათებდა. მოქმედება გადადიოდა ზეციდან მიწაზე, ერთი ქვეყნიდან მეორეში. რაც შეეხება პერსონაჟთა რაოდენობას, ის შეზღუდული არ გახდა.